ასეთ ზამთრის სესიის პარალელურად სტრასბურგში მიმდინარეობს პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრებით ევროპის სახალხო პარტიის წევრებს მიმართ თინა ბოკუჩავამ. ოპოზიციონერმა ლიდერმა რეჟიმის მიერ მოქალაქეების დევნაზე ილაპარაკა, აქცენტი გააკეთა მზია ამაღლობელის პოლიტიკურ ტყვეობაზე. ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობაზეც. საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა. ჩაეფლობა რუსულ ავტორიტარიზმში ან მოემზადება ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის გაზიარებაში. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად. რუსული ოცნების არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც. ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც მოიპარა არჩევნები, ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის ნებას, შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიმართავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრუტალური დარბევებით, მასობრივი დაპატიმრებებით, ცემით და წამებით, რომელსაც პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ. მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უკვე 60 დღეა ქუჩაში აპროტესტებს, უკანონო ნივთიერებებით გაჟღენთილი გაზეთი წამლება, ჩვენს ახალგაზრდებს აპატიმრებენ, აქტივისტებს ცემენ და აწამებენ. დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს, როდესაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, როდესაც არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ დასჯილა. ახლა არის გადამწყვეტი მოქმედების დრო, თავისუფლების მოყვარე ევროპელი ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. მოგიწოდებთ არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.